მოუხმო 12-ს მის ცამად ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, რომ განეკურნა ცნეულებანი. მიავლინა ისინი ღვთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად. უთხრა მათ. არაფერი წაიღოთ გზაში. არც ხელჯოხი, არც ფუთა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი ქონიო. რომელ სახლშიც შეხვიდეთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ. ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენ ფერხთაგან მტვერი დაიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად. წავიდნენ და იწყეს სოფელ-სოფელს იარული, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ. მოისმინა ჰეროდემ მეოთხედ მთავარმა ყოველივე რასაც იესო აკეთებდა და გაოგნდა. ვინაიდან ერთნი იმას ამბობდნენ, იოანე აღდგა მკვდრეთითო. მეორენი ელია გამოჩნდაო. სხვები ამბობდნენ, ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგაო მკვდრეთით. ჰეროდემ თქვა: იოანეს მე მოვკვეთე თავი. ეს კი ვინ არის, რომელზეც ასეთი რამ მესმის? დაუნდოდა მისი ნახვა. დაბრუნდნენ მოციქულები და უამბეს მას რაც გააკეთეს. მან წაიყვანა ისინი და განმარტოვდა ბეთსაიდად წოდებული ქალაქისაკენ. მაგრამ მრავალრიცხოვანმა ხალხმა შეიტყო და გაჰყვა მას. ის ღებულობდა მათ და ელაპარაკებოდა ღვთის სასუფეველზე. ხოლო ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა, მათ კურნავდა. დღე რომ საღამოსკენ გადაიხარა, მივიდნენ მასთან და უთხრეს: გაუშვი ეს ხალხი რომ წავიდნენ გარემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საზრდოს საშოვნელად. ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვიმყოფებით. უთხრა მათ: მიეცით საჭმელი. მათ უპასუხეს: 5 პურისა და 2 თევზის მეტი არაფერი გაგვაჩნია. თუ არ წავედი და საჭმელი არ უყიდეთ მთელ ამ ხალხს. რადგან იქ 5000-მდე კაცი იქნებოდა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: დასხით ისინი ჯგუფებად, თითოში 50-მდე იყოს. ასე მოიქცნენ და დასხეს ყველანი. მან აიღო 5 პური და 2 თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ ხალხისთვის. ყველა მჭამა და გაძღა, ხოლო დარჩენილი ნატეხებით 12 გოდორი გაავსეს. ერთხელ, როდესაც განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ, იესომ ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი? ვინა ვარ მე? მათ მიუგეს პასუხად: იოანე ნათლისმცემელიო, სხვები ელიაო, სხვები კი ვინმე ძველი, აღდგარი წინასწარმეტყველიო. იესომ უთხრა: თქვენ კი რაღაც ამბობთ? ვინა ვარ მე? პეტრემ პასუხად უთხრა: ღვთისმსხებული. მაგრამ მან სასტიკად უბრძანა მათ არავისთვის გაემხილათ ეს. უთხრა მათ: კაცის ძის ხვედრია მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილი იქნეს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ. მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს. ყველას გასაგონად კი ასე თქვა: თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველ დღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს. ვინაიდან ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას, ხოლო ვინ ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას. რადგან რა ხეირია ადამიანისათვის, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს. რადგან ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამისა და წმინდა აგელოზების დიდებით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგებებენ სიკვდილს,
სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს.